კარბელაანთ კილოს ქართული საგალობლების ჩანაწერები და სანოტო კრებულები. ეროვნული არქივის საცავებში ძმები კარბელაშვილების პირადი ფონდი გაიხსნა. ოჯახის მიერ არქივისთვის გადაცემული ფონდის მასალები წლების განმავლობაში ცალკეული პირები ინტერესდებოდნენ. დღიდან იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. შეხარ ვენახის უნიკალური სანოტო ჩანაწერი, რომელთაც საგალობელი გადარჩა და უამრავი საინტერესო მასალა ქართული ეკლესიის ისტორიისთვის. კარბელაშვილების ფონდის მასალებზე მარიკა შალიკაშვილი გიამბობთ. დაწერილია მეფე დიმიტრი თავდადებულის მიერ ღვთისმშობლის სადიდებლად. ამ წარწერიდან ჩანს, რომ პოლიექტოს კარბელაშვილის მიერ გადაწერილი ეს საგალობელი დემეტრე მეორე ღვთისმშობლის სადიდებლად შექმნა. ხელნაწერი შენხარ ვენახი სხვა რარიტეტებთან ერთად ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაშია დაცული და პოლიექტოს კარბელაშვილის პირად ფონდში ინახება. არქივის საცავებში პოლიექტოს კარბელაშვილის ძმის ვასილ კარბელაშვილის მიერ გამოცემული უძველესი საგალობლებიცაა დაცული. კარბელაანთ კილოს საგალობელთა კრებულები 1898 წელს ქართულად, 1914 წელს კი უკვე რუსულ ენაზე გამოიცა. წუხრის ცისკრის ლიტურგიის საგალობლები და ქართული ხალხური სიმღერების შთამომავლობას კარბელაშვილთა ღვაწლით შემოენახა. პოლიექტოს კარბელაშვილმა გარდა იმისა, რომ მის ფონდში, პირად ფონდში არის აუარებელი ხელნაწერი ნოტები 27 რვეული გვაქვს მის გადაწერილი, არის დაცული ნაშრომები, რომელიც მიძღვნილია საერო და სასულიერო გალობაზე. კარბელაშვილების ფონდის სხვა მხრივაც არის საინტერესო. მე-12-მე-18 საუკუნეების უნიკალური ქართული დოკუმენტები, მეფეების მიერ გაცემული წყალობის წიგნები, განჩინებები, ნასყიდობის ხელშეკრულებები კარბელაშვილებს სხვადასხვა ოჯახებში სტუმრობისას გადაუწერიათ. საბუთების ორიგინალების დაკარგვის შემდეგ ხელნაწერებმა დედნის მნიშვნელობა მიიღო. ძნელია მოძებნო სფერო ქართული ეროვნული, რომელშიც კარბელაშვილებს ღვაწლი არ შეეტანათ. რთულია ესე ცალმხრივად შეფასება. ისინი იყვნენ სასულიერო მოღვაწეები, ავტოკეფალისთვის მებრძოლნი, ისტორიკოსები, ენათმეცნიერები, მგალობელნი. ყველა ამ სფეროში მათ დატოვეს განსაკუთრებული კვალი. ეს არის ანდრია კარბელაშვილი, ეს არის სტეფანე კარბელაშვილი, ძმები არიან ვასილ კარბელაშვილი და ეს არის პოლიექტოს კარბელაშვილების გვარი გორის რაიონის სოფელ კარბიდან მოდის. ცნობილ მგალობელს გრიგოლ კარბელაშვილს 5 ვაჟი ჰყავდა. თითოეულმა მათგანმა საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა, როგორც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიურმა წევრებმა, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მებრძოლებმა და საგალობელთა ცნობილი სკოლის შემქმნელებმა. ორი ძმა ანდრია და პეტრე 1924 წელს ტირიფონას ველზე დახვრიტეს. რო გავიდნენ ტირიფონის ველზე უკვე გორისკენ მიმავალ გზაზე, ესე იგი იგრძნეს, რომ უკან ჯარისკაცებმა ტყვიები მისეს იმას თოფებს, რომ უნდა ესროლონ და ამათ ძმებმა ერთმანეთს ხელი მოკიდეს, სულ იქ დახოცეს, ესე იგი ესენი. ძმები კარბელაშვილების მიერ ქართველი ერისთვის შემონახული საგანძურის დამუშავება და შესწავლა დღემდე მიმდინარეობს და სავარაუდოდ კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება. ეროვნული არქივის საცავებში დაცული საგალობლები და დოკუმენტები კი მკვლევარების ახალ დასკვნებს ელოდება.